is a strong reminder that freedom is not free. We have learned a lot from you as brothers in arms. Unfortunately, the new commander of Brothers in Arms from a young and free democracy, with its own experiences, knowledge, and traditions. შეგვეჯამებია დღეს დაგვენახა თუ ჩვენ კაპიტანი მალხას გოგავა ვიცე-პოლკოვნიკი შეტილ რო დაამთავრეს მე პოლკოვნიკი საშტაბო სამეთაურო სწავლება გორდა 2016 დამთავრდა, რომელიც ჩვენ დავიწყეთ ნორვეგიელ გვარდიელებთან ერთად 2013 წლიდან 4 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ეს იყო შემაჯამებელი სწავლება, რომელიც რო აგვანახა თუ რა შეგვიძლია, რა ხარვეზები გაქვს, რა გვაქვს გამოსასწორებელი და მოგცა საშუალება იმისი, რომ შემდეგი ჩვენი ურთიერთობები როგორ რა მიმართულებით დავგეგმოთ. სავარაუდოდ ეს იქნება უფრო ქვედა დონის, ეხლა იყო საშტაბო სამეთაურო, შემდეგში გვექნება ჩვენ ასეულის და 20-ულის დონეზე სწავლებები. დღეს ჩვენ დავასრულეთ სამეთაუროს საშტაბო სწავლება, რომლის დასკვნითი ეტაპიც გასულ კვირას დაიწყო. თვითონ სწავლება 2012 წლიდან მიმდინარეობს. სწავლებაც დადებითად ვაფასებ. 4 წლიანი სწავლების დასასრულს ქართველმა გვარდიელებმა ნამდვილად კარგი პროგრესი მიაღწიეს. ასე რომ ჩვენ შედეგით მაყოფილები ვართ და მივესალმებით მომავალში მსგავსი სწავლებების ჩატარებას. დასრულდა შემაჯამებელი სამეთაურო საშტაბო სწავლება გორდა 2016. ამ სწავლების მიზანი იყო შტაბების სინქრონიზებული მოქმედება, ყველა დონის შტაბების, როგორც გვარდიის შტაბის, ასევე ბრიგადების და ბატალიონების შტაბების. განსაკუთრებით შეფასდა ეროვნული გვარდიის შტაბი. ამ სწავლების მიზანი იყო ეროვნული გვარდიის შტაბს სხვადასხვა კრიზისულ სიტუაციებში, საომარ სიტუაციებში, შექმნილ კრიზისულ მომენტებში მიიღო გადაწყვეტილება. გამთამაშებელმა ჯგუფმა შექმნეს რამოდენიმე კრიზისული კრიტიკული სიტუაცია. ეროვნულმა გვარდიის შტაბმა სწრაფად და სწორად შეაფასა ვითარება, გააკეთა ანალიზი და მიიღო სწრაფი და სწორი გადაწყვეტილებები.